ლიბერალურ სავიზო რეჟიმში შესაძლო ცვლილებები შევიდეს საკითხზე მუშაობა სპეციალური კომისია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით იწყებს. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა. ფანჯიკიძე განმარტავს, რომ ლიბერალურ სავიზო რეჟიმს საქართველოს მსოფლიოს 121 ქვეყანასთან აქვს, ამათგან კი საქართველოში უვიზოდ 114 ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ჩამოსვლა. მიუხედავად გაწეული შეღავათებისა, მინისტრის განცხადებით, ამ ქვეყნებიდან არათუ ანალოგიური ნაბიჯი, არამედ მესიჯიც კი არ მოსულა ჩვენი ლიბერალური სავიზო რეჟიმის ცნობად იღეს, რაც ქვეყნის დამოყარების საკითხია და იგი მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებას საჭიროებს. აისახება თუ არა სავიზო რეჟიმის გამკაცრება ქვეყანაში ტურისტების რაოდენობაზე, მოსაზრებები თემაზე მაცნეს მთავარ გამოშვებაში. 114 ქვეყანაა, რომელთანაც ცალმხრივად გვაქვს, რაც საშუალებას აძლევს მსოფლიოს 114 ქვეყნის მოქალაქეს ყოველგვარი ვიზის გარეშე ჩამოვიდეს საქართველოში და დაჰყოს აქ 360 დღე. ამ ქვეყნებიდან ძალიან ცოტამ უპასუხა საქართველოს იგივეთი მინიმალურმა რაოდენობამ. უმეტესი ქვეყნიდან ჩვენ რეაქციაც კი არ აქვს იმის თაობაზე, რომ მათ ცნობად მაინც მიიღეს ჩვენს მიერ გაუქმებული სავიზო რეჟიმი. მე ვფიქრობ, არც ერთი თავმოყარე ქვეყანა ამას არ უნდა აკეთებდეს.